გამარჯობა, მე ვარ მარიამ კობალაძე. გამარჯობა, მე ვარ ყობა თურმანიძე. ჩვენ ორივე მუშაობთ კვლევით ორგანიზაციაში CRRC. ჩვენ წარმოგიდგენთ ორ ფილმს. პირველი ფილმი ეხება კითხვარის შედგენას, შერჩევას და მონაცემთა შეგროვებას, ხოლო მეორე ფილმი მონაცემების ძალიან მარტივ ანალიზს. ამ ფილმებში ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარების დროს. პირველ ფილმში ჩვენ ვისაუბრებთ კითხვარის შედგენაზე, შერჩევაზე და ინტერვიუს პროცესზე. ეს ფილმი იქნება კითხვა-პასუხის ფორმატში, ანუ მე მარიამს დავუსვამ კითხვებს, რომელიც საინტერესოა კვლევის შესახებ და მარიამი გამცემს პასუხებს. დავიწყოთ? დავიწყოთ. მაშინ პირველი კითხვარი. რა გვინდა კითხვარი? კითხვარი გვჭირდება მაშინ, როდესაც ვატარებთ გამოკითხვას, როცა გვაინტერესებს რაღაც საკითხის რაოდენობრივი შეფასება და მისი ანალიზი. მაგალითად, გვაინტერესებს საქართველოს მოსახლეობის რა პროცენტი ხმარობს ინტერნეტს ინფორმაციის პირველ წყაროდ. CRRC ატარებს გამოკითხვებს ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არის სხვადასხვა თემებზე, სოციალურ, კულტურულ, დემოგრაფიულ და პოლიტიკურ თემებზე. როგორ განსაზღვროთ რა კითხვები უნდა დავსვათ გამოკითხვის დროს? კითხვებს ვარჩევთ გამოკითხვის მიზნებიდან გამომდინარე, ანუ იმის მიხედვით რისი გაგება გვინდა. ჩვენ ასევე ვნახულობთ საერთაშორისო კვლევებს იგივე საკითხებზე და შეიძლება იმ კვლევებიდანაც ავიღოთ რამდენიმე კითხვა, ოღონდ მოვარგოთ ადგილობრივ კონტექსტს. თავარია რომ შეკითხვა იყოს დასმული მარტივი ენით, ისე რომ ყველასთვის გასაგები იყოს და ყველასთვის ერთნაირად გასაგები იყოს. არ უნდა დავსვათ ისეთი კითხვები, რაზეც რესპონდენტს გაუჭირდება პასუხის გაცემა, ანუ ხერხულად იგრძნობს თავს, ან საერთოდ არ გაგცემს პასუხს. ამის მაგალითია ერთი კითხვა, რომელსაც გაჩვენებთ ახლა ეკრანზე. ეს არის კითხვა CRRC-ის კვლევიდან კავკასიის ბარომეტრი 2010, რომელიც ეხება რესპონდენტის ოჯახის თვიურ შემოსავალს. როგორც წესი, რესპონდენტებს არ სურთ ხოლმე თავისი ან თავისი ოჯახის შემოსავალზე საუბარი და ხშირად არასწორ ინფორმაციას გვაწვდიან ამაზე. ამიტომაც ჩვენ ვთავაზობთ მათ კატეგორიებს. აქ არის მაგალითად კატეგორია 90 ლარამდე, 91-დან 180 ლარამდე და ასე შემდეგ, რაც უფრო უადვილებს რესპონდენტს პასუხის გაცემას და ზრდის იმის ალბათობას, რომ მან რეალურად გვიპასუხოს და ნამდვილი ინფორმაცია მოგვაწოდოს. აინტერესებს რა ტიპის კითხვები არსებობს და CRRC რა ტიპის კითხვებს იყენებს თავის კვლევებში? არსებობს რამდენიმე ტიპის კითხვა, მაგალითად დახურული კითხვა, ხედავთ თქვენ ახლა ეკრანზე დახურული კითხვის მაგალითს, როდესაც პასუხის ვარიანტები წინასწარ არის მოცემული და რესპონდენტი უბრალოდ ირჩევს რომელიმე ვარიანტს. არსებობს ღია კითხვა, როდესაც პასუხის ვარიანტები მოცემული არ არის, რესპონდენტმა თვითონ უნდა დაასახელოს პასუხი და ჩვენი ინტერვიუერი სიტყვა-სიტყვით იწერს კითხვაში რესპონდენტის მიერ გაცემულ პასუხს. არსებობს კიდევ ნახევრად ღია კითხვები, ან ნახევრად დახურული, ორივე სახით მოიხსენებენ, როდესაც არის პასუხის ვარიანტები, მაგრამ ასევე დატოვებულია ღია პასუხის ვარიანტიც, როგორც ამ კითხვაში, სადაც პასუხის ვარიანტის სხვა ღია, ანუ თუ რესპონდენტი დაასახელებს ისეთ ვარიანტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის პასუხის ვარიანტებში, ჩვენი ინტერვიუერი ჩაიწერს მას და ინფორმაცია არ დაიკარგება. CRRC ძირითადად დახურულ კითხვებს იყენებს, რადგანაც ეს აადვილებს მონაცემთა ანალიზს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პასუხის ვარიანტები იყოს ამომწურავი და ურთიერთგამომრიცხავი. მაგალითად, თქვენ ხედავთ ორ კითხვას, რომელზეც თუ დააკვირდებით, ძალიან დეტალური პასუხის ვარიანტებია მოცემული. ეს იმისთვის ხდება, რომ რესპონდენტს მივცეთ საშუალება, რომ აბსოლუტურად სრულად და ზუსტად გაგვცეს ეს პასუხი და ჩვენ ინტერვიუერმაც ასევე ზუსტად ჩაიწეროს. შეიძლება კითხვა იყოს დიქოტომიური, ანუ ჰქონდეს პასუხის ვარიანტები მხოლოდ დიახ ან არა, ვეთანხმები არ ვეთანხმები, მომწონს არ მომწონს და ასევე ვიყენებთ სკალებს პასუხის ვარიანტად. CRRC იყენებს 3, 4, 5 ან 10 ბალიან სკალას. აი ერთ-ერთი მაგალითი არის ეს კითხვა, რამდენად ენდობით ან არენდობით ექიმებს საქართველოში. 1 შეესაბამება პასუხის ვარიანტს საერთოდ არ ვენდობი, 5 სრულად ვენდობი.
ჩვენ ნახეთ ეკრანზე კითხვის რამდენიმე მაგალითი, მაგრამ ყველა მათგანს აქვს არჩევანი არ ვიცი და უარი პასუხზე. ესენი რისთვის არის საჭირო? პასუხის ეს ვარიანტები მართლაც ყველა კითხვას აქვს, რადგანაც ყოველთვის არის ალბათობა იმისა, რომ რესპონდენტმა არ იცის კითხვაზე პასუხი, ან არ სურს პასუხის გაცემა. ინტერვიუს პროცესის დროს რეალურად რესპონდენტმა არ იცის ამ ვარიანტების არსებობის შესახებ, რადგანაც ინტერვიუერი ამას არ უკითხავს. მაგრამ ინტერვიუერს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ შემთხვევაში მონიშნოს შესაბამისი კოდი და ჩაწეროს, თუ არ იცის რესპონდენტმა პასუხი ამ თუ იმ კითხვაზე. გასაგებია, რომ კითხვის შედგენა აქვს რამდენიმე პრინციპი. ერთი, რომ ის უნდა იყოს მარტივი და გასაგები, უხერხულობის შემქმნელი არ უნდა იყოს და მეორე, რომ პასუხები უნდა იყოს ამომწურავი და ურთიერთგამომრიცხავი. მაგრამ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს კითხვარი ნამდვილად ერთნაირად იქნება გაგებული ყველა რესპონდენტისგან და ის მოგცემს იმ ინფორმაციას, რისთვისაც შედგა. კითხვის შედგენის პროცესი ზოგადად ძალიან ხანგრძლივია. მასზე მუშაობს კვლევართა მთელი გუნდი და რამდენჯერმე ხდება კითხვის გადამოწმება, ცვლილებების შეტანა და ასე შემდეგ. მაგრამ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ კითხვარი ნამდვილად კარგია და კარგ შედეგებს მოგცემს, ამისთვის ვატარებთ წინასწარ გამოკითხვას. ეს წინასწარი გამოკითხვა ტარდება დაახლოებით 50 რესპონდენტთან, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ და ამ დროს ხდება გაპარული შეცდომების პოვნა და ასევე ვუყურებთ, რამდენად კარგად ესმით კითხვები რესპონდენტებს და რამდენად ერთნაირად ესმით. ამის შედეგად უკვე დავხვეწავთ კითხვას და საბოლოო სახეს მივცემთ მას. რა ხდება იმის შემდეგ, რაც კითხვარი საბოლოო სახეს მიიღებს? მას შემდეგ, რაც უკვე გვაქვს საბოლოო კითხვარი, საჭიროა ვიცოდეთ, ვინ გამოვკითხოთ. ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გვაინტერესებს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი. მაგალითად, შეიძლება გვაინტერესებდეს საქართველოს მოსახლეობის ყველა დასრული და სრულწლოვანი ადამიანის აზრი. კვლევაში დევნილების შესახებ ჩვენ გვაინტერესებდა 92 და 93 წლებში აფხაზეთში ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის აზრი და ეს იყო ჩვენი სამიზნე ჯგუფი. სამიზნე ჯგუფები, რომელიც დასახელდა, არის საკმაოდ დიდი. ყველას ხომ ვერ გამოვკითხავთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ადამიანები, ვისი აზრიც უნდა გამოვიკითხოთ. ყველას ნამდვილად ვერ გამოვკითხავთ, თავდაპირველად ჩვენ უნდა გამოვთვალოთ ის თუ რამდენი ადამიანის გამოკითხვა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი კვლევის შედეგების განზოგადება მოხდეს ამ სამიზნე ჯგუფზე. თავარია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი შანსი ამ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისა. ეს არის მათემატიკური და სტატისტიკური გამოთვლების შედეგად მიღებული შერჩევა. შემთხვევითი წესით ხდება რამდენიმე დონეზე შერჩევა. მაგალითად, ჯერ ხდება საარჩევნო უბნების შერჩევა საერთო საარჩევნო უბნების სიიდან, შემდეგ ამ საარჩევნო უბანში ხდება ოჯახების შერჩევა შემთხვევითი წესით და ასევე შემთხვევითი წესით თვითონ ოჯახში ირჩევა რესპონდენტი. გასაგებია შერჩევის შემთხვევითი პრინციპი, მაგრამ კონკრეტულად როგორ უნდა შეარჩიოს ინტერვიუერმა ოჯახი? ინტერვიუერს ეძლევა წინასწარი მითითება იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიოს შემთხვევით ოჯახი საარჩევნო უბნის შიგნით. მას გადაეცემა საწყისი წერტილის ზუსტი მისამართი. ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე შენობა, სადაც ჩატარდა ბოლოს არჩევნები და აი ამ შენობასთან ზურგით მდგომი ინტერვიუერი მარჯვნივ იწყებს მოძრაობას. ყველა შესახვევში მარჯვნივ დადის და ეს გარკვეულ კვადრატებს ქმნის. ინტერვიუერს აქვს მითითებული ასევე რომელი ოჯახი უნდა გამოკითხოს, მაგალითად, ყოველი მე-5, ყოველი მე-10 ოჯახი, ეს ბიჯი გამოითვლება ასევე იქიდან გამომდინარე თუ რამდენი ადამიანი უნდა გამოვკითხოთ იმ საარჩევნო უბანში და მთლიანად რამდენია საარჩევნო უბნის მოსახლეობა, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ მთელი უბანი და არ იყოს პასუხები ერთი რაღაც პატარა დაჯგუფებული დასახლებისგან. ამ სურათზე ჩვენ ვხედავთ ინტერვიუერის მოძრაობას. წითელი რგოლით არის შემოხაზული საწყისი წერტილი, რის შემდეგაც იგი მარჯვნივ მოძრაობს და ყოველ მე-5 შინამეურნეობაში ცდილობს ინტერვიუს ჩატარებას. აი აქ დააკვირდებით, მან მოუხვია რამდენჯერმე, მაგრამ სულ მარჯვენა მხარის პრინციპით მოძრაობს. ძალიან კარგი. მას შემდეგ, რაც რესპონდენტი შეარჩევს ოჯახს გარკვეული ბიჯით, ვის გამოკითხავს, ვინ სახლში დახვდება? არა. რესპონდენტი არ შეიძლება იყოს ის, ვინც სახლში დახვდება, რადგანაც ეს არასანდო შედეგებს მოგცემდა. სახლში შეიძლება უფრო მეტად იყოს დიასახლისი, ვთქვათ, პენსიონერი ან უმუშევარი ადამიანი და მათი პასუხები შეიძლება ერთგვაროვანი იყოს. სურათზე თქვენ ხედავთ, როგორ მივიდა ჩვენი ინტერვიუერი
ერთ-ერთ ოჯახში და როგორ ესაუბრება ხანდაზმულ ქალბატონს, ვინც კარი გაუღო. ჩვენ გვაქვს ორი მეთოდი, რომელსაც ინტერვიუერები იყენებენ იმისთვის, რომ შემთხვევით შეარჩიონ თვითონ ოჯახში რესპონდენტი. ერთი მეთოდი არის კიშის ცხრილი, ანუ სპეციალური სქემა, რომელიც იმის მიხედვით თუ რამდენ წევრიანია ოჯახი, საშუალებას აძლევს ინტერვიუერს შეარჩიოს შემთხვევითი წესით ერთი რესპონდენტი. და მეორე მეთოდი არის ბოლო დაბადების დღის მეთოდი, ანუ გამოკითხავს იმ ადამიანს, ვისაც ბოლოს ჰქონდა დაბადების დღე იმ ოჯახში. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით შერჩეულმა რესპონდენტმა ინტერვიუზე უარი თქვა, ან და ასეთი რესპონდენტი სახლში არ დახვდა? იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული რესპონდენტი უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, ან თუ იგი სახლში არ იმყოფება და არც დაბრუნდება გამოკითხვის პერიოდის განმავლობაში, ან თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას მიიღოს მონაწილეობა კვლევაში, ეს ფიქსირდება ჩვენს კვლევაში, როგორც არ გამოპასუხება. თქვენ ხედავთ სლაიდზე 2010 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოპასუხების და არ გამოპასუხების განაწილებას. საქართველოს შემთხვევაში ეს არის 84% გამოპასუხება და 16% არ გამოპასუხება. როგორც წესი CRS-ის კვლევებში, დაახლოებით 10-დან 30%-მდე არის ხოლმე არ გამოპასუხება, გააჩნია კვლევას. ამ შემდეგ რაც ინტერვიუერი შეარჩევს რესპონდენტს შემთხვევითი პრინციპით, მაინტერესებს როგორ ხდება უშუალოდ ინტერვიუს ჩატარების პროცესი. რესპონდენტი თვითონ ავსებს კითხვას, თუ კითხვებს დაუსვამს მას ინტერვიუერს. ინტერვიუს ჩატარება ხდება პირისპირ, ფოტოზეც ჩანს, რომ ჩვენი ინტერვიუერი დაუსვამს კითხვებს რესპონდენტს, ანუ კითხულობს კითხვარიდან კითხვებს ზუსტად იმ ფორმულირებით, როგორც არის იქ მოცემული და რესპონდენტი პასუხობს, ანუ რესპონდენტი არ იხედება კითხვაში საერთოდ. ერთადერთი, რასაც რესპონდენტი ნახულობს, ეს არის ბარათები, რომლებზეც მოცემული არის პასუხის ვარიანტები, ისეთი კითხვების შემთხვევაში, რომელსაც გრძელი პასუხის ვარიანტები აქვს, ან ბევრი, რათა გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება. ინტერვიუერებს უტარდებათ სპეციალური ტრეინინგი იმისთვის, რომ მათ გამოკითხვის დროს არ მოახდინონ ზეგავლენა რესპონდენტზე. ანუ არ გამოხატონ თავისი აზრი და დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ან რაიმე ნიშნით, ჟესტით, ან მიმიკით არ აგრძნობინონ რესპონდენტს თავისი დამოკიდებულება და არ უბიძგონ რომელიმე პასუხის გაცემისკენ. ძალიან კარგი. რა ხდება მონაცემების შეგროვების დასრულების შემდეგ, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ მეორე ფილმში. მანამდე რომ შევაჯამოთ ამ ფილმის მოკლე შინაარსი, ეს იყო კითხვარის შედგენის პროცესი, კითხვარის ტესტირება წინასწარი გამოკითხვის გზით, რესპონდენტის შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით და რესპონდენტის გამოკითხვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.